ველამშტობისა საქართველო დღეს 30 იანვარია უყურებთ კურიერს 8 საათზე. ქართული ოცნება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მანვე განმარტა, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად და დელეგაციის წევრები მხოლოდ მას შემდეგ ანაახლებენ ასამბლეაში მონაწილეობას, როგორც კი შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ. შეგახსენებთ 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მასე თბილისის მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, ასამბლეამ გადაწყვიტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოეხდინა 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული პირობებით. ჩვენი ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი იბრძოდნენ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის წინააღმდეგ. ეს გეგმა ჯერ საკომიტეტო მოსმენისას ჩავარდა, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე. შესაბამისად, საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება რამდენიმე წუთის წინ საბოლოო კენჭისყრაზე დადგა და იქნა ცნობილი. თუმცა, უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტს თან ახლავს დათქმები. არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია. ამასთან კატეგორიულად მიუღებელია ის პირველი დათქმა, რომელიც ცილდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1,120,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს. ჩვენი მხრიდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და შესაბამისად ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა ვიმსჯელეთ და ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი. არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს. განხილვები მიკერძოებული არის და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით. ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობა არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს. საქართველო ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად, ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ. ალტერნატივა უწოდა ქართული დელეგაციის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ეს ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო. ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში მთავრობის მეთაურმა შეაფასა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც და ის უსამართლობაზე უფრო მეტად აბსურდულად მოიხსენია. ევროპული ბიუროკრატია არის საკმაოდ ძიმე მდგომარეობაში. ეს ხება როგორც ბრიუსელს, ისე სტრასბურგს. და ამის მორიგი გამოხატულება ის უსამართლობა, რომელიც ჩვენ დღეს ვიხილეთ. და უსამართლობაზე მეტად ეს იყო აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება. ასეთ რაღაც გააკეთეს, ანუ დაამტკიცეს ჩვენი დელეგაცია, რითაც აღიარეს არჩევნების შედეგები. და იქვე განაცხადეს, რომ აპრილამდე თუ არ ჩატარდება, ასე ვთქვათ, არჩევნები, გაუქმებენ დელეგაციას ჩვენი ქვეყნიდან. ანუ გამოდის რა, რომ არჩევნებს აღიარებენ, მაგრამ მაინც უნდათ არჩევნების ჩატარება, რატომ? იმიტომ რომ წააგო ვიღაცის ფავორიტმა პოლიტიკურმა ძალამ, რასაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა. ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებები აჩვენებს იმას, რომ ძიმე ვითარება ევროპულ ბიუროკრატიაში. თუმცა, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს არსებითად ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოაცხადა ქალბატონმა თეატროლოგიანმა დელეგაციის სახელით და ჩვენი გუნდის სახელით. Რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და დელეგაცია წყვეტს მუშაობას და მოხდება ამ დელეგაციის გამოწვევა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს პარლამენტის მიერ. თუ შეიცვლება დამოკიდებულება ქართული ხალხის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ დაბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ასეთ ვითარებაში, რასაც დღეს ვხედავთ, რა თქმა უნდა, იქ მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე 10-ჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო. ევროსაბჭოს წევრად ბუნებრივია რჩება ჩვენი ქვეყანა და მსად ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის, რა თქმა უნდა, ნებისმიერ საკითხზე. ერთადერთი, სადაც ჩვენ ვერ ხედავთ მუშაობისას, არის საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც მიიღო დღეს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამავე თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. არ იქნება სამართლიანი მოპყრობა ქართული სახელმწიფოს მიმართ, არ იქნება საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, წერს შალვა პაპუაშვილი. ოპოზიცია კითხვის რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია ეს იყო შანსი ქართული დელეგაციისთვის სრულფასოვანი მანდატების მისაღებად, რაც ქართულმა ოცნებამ არ გამოიყენა. მართლ გუნდში კიდევ ერთხელ აფიქსირებენ, რომ საქართველო რჩება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა ულტიმატუმის ენით საუბარი მათთვის მიუღებელია. ეს იყო შანსი იქამდე, სალამ აპრილამდე, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში სრულფასოვანი მანდატები საქართველოს დელეგაციის ყოფილიყო ცნობად მიღებული და დამტკიცებული. ის პასუხი, რომელიც ჩვენ ვნახეთ წოლუკიანის მხრიდან, რომ ისინი საერთოდ ტოვებენ პასეს, ეს არის კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელი, რომ ისინი თვითიზოლაციით პირდაპირ ქვეყანას მიექაქანებენ იმ მძიმე წარსულში, სადაც არც ერთ საქართველოს მოქალაქეს არ სურს იქ ყოფნა. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ საქართველო კვლავ რჩება ევროკავშირისკენ და ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ქართული ხალხი არის ამაყი ხალხი, რომელიც ვერ აიტანს ულტიმატუმის ენით საუბარს, ის ვერ აიტანს შანტაჟს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დროებით აჩერებს მუშაობას იმის და მიუხედავად, რომ ევროპის საბჭომ დღეს კიდევ ერთხელ აღიარა ჩვენი დელეგაციის ლეგიტიმაცია. სანამ გაგრძელდება საქართველოსთან არა როგორც პარტნიორთან, არამედ როგორც პატარა ქვეყანასთან ულტიმატუმის ენით საუბარი, მანამ საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია არ ჩაერთვება სამუშაო რეჟიმში ევროპის საბჭოში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იწყება დღეს სომხეთში. რამდენიმე საათში ირაკლი ყობახიძე პირისპირ შეხვდება მის სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს. დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველოს სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის ხდომის გამართვა, რომლის დასრულების შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთდება. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე ჯანდაცვის მინისტრები. ერთი ადამიანი ამსხვერპლა ხანძარს ზუგდიდში ცეცხლი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობაში გააჩნდა. მაშველებმა ხანძრის შაქრობა მალევე მოახერხეს, თუმცა ხანდაზმული მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი? უცნობია, მომხდარზე დაწყებულია ძიება. უბედური შემთხვევა 80 წლამდე მამაკაცი, რომელიც მარტო ცხოვრობდა. ჩვენ გავიგეთ ხმა და გამოვედი და ეს უბედური შემთხვევა დამწვარია სავარაუდოდ. როგორც ვიცი, ელექტროღუმელი არ ქონდა, არც ისეთი გამათბობელი არ ამგონი, ანუ არ ვიცი, შეიძლება სიგარეტისგან იყოს. გზებისარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება გურიაში. პროექტი ამჟამად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჯურყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება. ადგილზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრალური გზის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში ჯამში სოფელში 5 კილომეტრი გზის საფარი დაიგება. ვიმყოფებით სოფელ ჯურყვეთში, სადაც მიმდინარეობს ცენტრალური გზის რეაბილიტაცია. ჯამში სოფელ ჯურყვეთში მოხდება 5 კილომეტრი შავი საფარის დაგება. უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები რამოდენიმე სოფელში, მათ შორის სოფელ ლესაში, კორეის უბანი, სოფელ ჩოჩხატში მოედნის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია, ასევე სოფელ სუფსაში მოხდება 2 ქუჩის ასფალტის შავი საფარით დაგება.
დღის ამბების ნახორცლად ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2.G შეგიძლიათ, მე კი ამით 9-მდე გემშვიდობებით.